ამაზე ფიზიკურად არანაირი საბუთი არ დაიწერება. ამაკანას ეხლა აქ 1000 ცხენის ძალა და ვიღაცის ფიტი დადის და ამაზე სამჯერ დიდი ხმა აქვს. მოგესალმებით, მოკლედ, სომხეთის დრაგის მერე დავიკარგეთ. დღეს არის 7 აგვისტო. ეს ვიდეო როდის დაიდება არ ვიცი, მაგრამ დღეს 7 აგვისტოა და სომხეთის დრაგის მერე აღარ გამორჩენილ ვართ. ეხლა კი მარტივად გეტყვით, სად ვართ, რას ვაკეთებთ, რატო აღარ ჩანვართ. სად არის ჩვენი მანქანები, საჯარიმოზე თუ უბრალოდ დატყვევებულია. ეხლა ვიღებთ საწვავს, პორტალზე ჩავირბენთ და თელავში გავიხსნეს სუპერი თან. შემდეგ გაჩვენებთ M4-ს რა ეტაპზეა, დასრულებულია უკვე M4, მაგრამ ძალიან სრულმანი რაღაცეები დაგვრჩა. მერე გაჩვენებთ Supra-ს, რომელიც, ავიცი, ერთ თვეზე მეტია გაჩერებულია, ერთხელ დავქოქე და უბრალოდ წყალი გადავავლე და ისევ გავაჩერე. მერე მივდივართ რუსთავში, დავითასთან, ცუბიძესთან, გადაღება ცნობილები დრიფტში. ახოთ რა მექანიკის ტარება მახსოვს თუ არა საერთოდ რა. მე მგონი მექანიკის ტარება აღარ მახსოვს და მაგარი სირცხვილი უნდა ვჭამო და არ ვიცი რა გამოვა რა. დანარჩენს, ეხლა რა ვქნათ, M4-ს დავეცეთ, პატარა ვიდეო გადავიღოთ M4-ზე, ჩავწეროთ და M4-ის ვიდეოს მე ცალკე გადავიღებ განხილვას. ეს X ისევ გადასაღები გვაქვს და X-ი გვემსახურება, აი X-ი არის, ჩვენი როგორი მანქანა არის, რომ არ ვიცი რა, ყველაფერს რო გვისრულებს რა, 5 თვეა რაც ჩამოვიდა და გავლილი გვაქვს გიტარი ბიძა, 9000 კილომეტრი გვაქვს X-ი გავლილი, აი 4 თვეში გავიარეთ, 5 თვეში გავიარეთ 9000 კილომეტრი რა. არ ვიცი, საღოლა მანქანას და რავი, 131 აქვს უკვე გარბენი და იმ დროს პატარა ჩელენჯი მოვაწყე. ნათია და ბავშვი გავგზავნე ზღვაზე, ბაკი გავავსე და ბათუმში ისე ჩავიდნენ, რომ საშუალო წვა ქონდა 10 ლიტრი. თელავიდან ბათუმამდე, პლუს თბილისში გაჩერდნენ ერთი დღე და იქი არის და თბილისში მოძრაობა კი იცით და მე მატარებლები საცობში მოყვნენ რა და ის ვიდეო სკრინი მაქვს რა გადაღებული 10:00 დაწერა წვა. ვინც Instagram-ზე მომდევთ, ნახავდით ეგ გასტორილი მქონდა და რაღაც გამომყევით Instagram-ზეც. პორტალზე შევირბინოთ, სუპერი ჩავამატოთ. ეს არის თელავის გასასვლელში. რა კისისხევი წერია მე სამართლი, მაგრამ კისისხევში არ არის იდეაში თელავიდან როგორც კი გახვალ მანდ არის ეს კალონკა, სადაც სუპერი აქვს თელავის ახლოს. მეორეზე სუპერი არ აქვს. ამანქანაზეც როგორც Supra-ზე თლიანი გამსვლელი სისტემა აყენია, ანუ დგას დაუნფაიფი, არ ვიცი რა ბრენდია დაუნფაიფი, რო არ მოგატყუოთ, მაგრამ რო დგას ვიცი და თლიანი გამსვლელი დგას, ვალვეტრონიკი ქვია, მგონი სკრინ შაგიგდებ ეხლა და დაურთოთ, ანუ როგორი სისტემაა, იცი? ერთი მთლიანი მოდის პირდაპირ ბაჩოკის გარეშე რა. ეხლა კოლსარძია გაიჩება და მეორე სისტემა მოდის უკვე ბაჩოკის გავლით. ხო და ეხლა დროსელი დაკეტილია და ბაჩოკის გავლით მოდის. ეხლა ამას მივამაგრებ იქ, დროსელებს გავუხსნი და
ჯერ ესე გავტესტავ 3000 აბაროთზე დაახლოებით და მე ისე გავტესტოთ. ეს მანქანა სახელოს უნდა რომ ამოვიყვანე, საშინელი დარტყმები ქონდა რა და მე მივხვდი რის გამო. ეს უბრალოდ გათხუნულია. ესეთი რაღაცეები ჭირს საბურავს, აშკარად რომ მოცურდა. არ ვიცი დეფორმაცია განიცადა თუ რა გააკეთა, არ ვიცი რა და ვაპირებდი რომ 4-ვე მეორადი საბურავი დამეყენებინა რამე რა, ხო და მე გამახსენდა რომ გეზმოტორს აქვს კუმოს საბურავები, თან აქ აქცია 1+1 და ალბათ დაახლოებით იგივე ფასი გამოვა რაც 4-ვე მეორადი, თან რო იგებენ რა M4-ზე გინდა. ხო, აი ვისაც ყავს ესეთი მანქანა მიხვდება რა რომ უნდა უთხრას რომ დოვაინული რაღაცისა უნდა რა და თან ყველაზე ცუდი რაც არის წინ ხო დგას 19-იანი საბურავი. მოდი უკან არის 20-იანი რა. ხო და უკვე ყველა ხვდება რომ M4-ზე გინდა, იმიტომ რომ M4-ს აქვს და AMG-შიც უკვე ესე ამ მგონი GTS აქვს ესე რა, წინ პატარა ზომა და უკან დიდი ზომა და მაგრად გწეწავე, აი ესე გაჭერენ ბოლომდე რა და ეხ გეზმოტორშიც გავვლით ამას შიტოქს რო დავაყენებთ, ჩასვლის კადრები, შიტოკი, ყველაფერი გვაქვს რა მაგას უბრალოდ. უნდა კამერის ამოჭრა უნდა და პარკინგი, ავტოპარკინგის გვერდზე 2 ცალი ჭრილის გაკეთება უნდა წინა შიტოქს და უბრალოდ გაგვეწელა რაღაცეების გამო. დანარჩენს მანქანაში დაგელაპარაკებით, იმიტომ რომ მაგრად ცხელა და კონდიციონერს ჩავთავთ წამ. სუპრასთან აქ დგას მივაჩეროთ და თუ პატრული არ დადის, შეგვიძლია დავქოქოთ კიდეც და ხმა მოგასვენინოთ. დატყუებულია, ერთი თვე არ დამიქოქავს და ეხლა ერთი ხელ გამოვიტანე, უბრალოდ ერთი თვე არ არის. აი ერთი თვე რაც კანონი შემოვიდა და ერთი ხელ მქონდა მარტო გამოყვანილი. გავრეცხე და ისევ გავაჩერე რა. აი ესეთ მდგომარეობაშია. აქ მივაჩერეთ ცებ და გადავიდეთ ალექს კადრები აიღე როგორი გადამტვერილია. თუ გაჩერებულზევე არ წაგვართვეს დავქოქოთ კიდეც. აი ესეთ მდგომარეობაშია. იქით ბავშვები ნომერ პირველი და ხელის ანაბეჭდი დაატყეს. დაიხედე, გამოიხედე. აუ, ვიცი რომ დიდი ხმა აქვს. იმიტომ რომ კოლსტარზე იქოქება რომ ზეთი მალი აიტანოს რა. ეხი ხო არ მივაფარო და გავაჩუბო. ბიჭო, გაჩუნდეს რომ მე ანუ სხვაობა გავიგოთ რა. იმიტომ რომ ნახე პატრული რო აჩერებს უმეტესობა BMW-ს აქვს cold start ჩაწერილი რომ დაკოქავ ზეთის ტემპერატურა აიტანოს ძალიან მალე რა და აი ეს პირველ დაკოქვაზე რომ დაიყეფება ეს მანქანა ესე რო თქვა. всё პოპკორნი გიწერია და გადაყავთ საჯარიმოზე რა და ეხლა ეს მე მიყენია ყველაზე დიდხნიანზე 1 წუთია დაახლოებით cold start-ი, ზოგს 3 წამი უყენია, ზოგს 10 წამი. ამ მანქანაზე რომ სპორტული სვეჩი მიდგას და რაღაცეები რა, უბრალოდ ესე ჭირდება და ესე მოითხოვს და всё, აი გაიწყო საჩუმება და ნახე ეხლა როგორი ჩუმი ხდება რა უკვე აღარც არაფერი ჩვეულებრივი მანქანაა, იმიტომ რომ ბაჩოკები მიდგა ჩვეულებრივი სპორტული ტიტანის, მაგრამ ბაჩოკები დგას, დაუნფაიფი დგას, არ დგას უბრალოდ რა და ამ მანქანაზე ფიზიკურად დაუნფაიფი არ დადგება, ექსპერტსაც ვესაუბრე სამხარაულში და მეო შემიძლიაო რომ მხოლოდ ის საბუთი დაგიწეროვო რომ უკან ბაჩოკები დგას ბრენდირებული და გაიგივებულია ქარხნულთან, მაგრამ მარტო ეგ საბუთი არაფრად არ გამოგვადგება, იმიტომ რომ წამოდი კაპოტს ავხადოთ. ნახე, ამაზე ფიზიკურად არანაირი საბუთი არ დაიწერება რა. ნასვარკი და ნადუღი კი არ ეთქობა, იმიტომ რომ ტატოს დახატულია ეს ყველაფერი და ბევრ
ტუნინგ კომპანიაზე ბევრი კი არა უმეტესობა და 99%-ზე კარგად აქსოვს ტატო და კარგად ახატავს, მაგრამ ეს ნახე კაპოჩი ქონდა დარჩენილი. იმდენი ხანია არ მივლია რომ ესე მოითხოვა რა. ხო და შუმია, მაგრამ ექსტერნალი დგას და ექსტერნალს ვერაფერს ვერ მოუხერხებ. ექსტერნალი ვინც არის ის ტურბოს დამსვლელი რა, ცეცხლებს როყრეს ხოლმე, ხო იცი? ეგ მაგ 2 საათი დავლა ჩაშვერილი. ხო და ნუ რავი. всё, ესე მუშაობს ეხა ეს მანქანა, პრობლემა არ აქვს არაფერზე რა. მაგრამ გასროლებიც არ ეთიშება. საქმეც ეგ არის, ამ ხელა ტურბო რო დგას, რო დადიხარ ისვრის რა და ეხლა ესეთი მანქანების საქმე გააფუჭეს, ვიღაცას სხვასაც რო დიდი ხმა უნდოდა და 1-დან 0-ზე და 1-დან 3-ზე ბოლო ბაჩოკები დააჭრეს. ნუ კატალიზატორებზე არაფერს არ ვამბობ, იმიტომ რომ დაუნფაიფის მოხსნა და ცოტა გასპორტულება და გაქცევა ყველას უნდა, მაგრამ ბოლო ბაჩოკს და რეზონატორს რო იღებ, საშინელი ხმა ამოდის რა მანქანიდან, აი უაზრო დიდი ხმა აქვს. მოდი ეხლა ნახე გრუჩიტელთან, ძმა. და ამახანას ეხლა 1000 ცხენის ძალა და ვიღაცის ფიტი დადის და ამაზე 3ჯერ დიდი ხმა აქვს. ჩაგიგდებ დეციბალომეტრით რო გავზომეთ და 3500 აბაროდზე სადღაც 100 დეციბალი ჰქონდა ქალაქში ესეთ ხმაურზე. ისედაც სანამ მანქანას დავქოქავდი, რომ ქალაქის ხმაური 55 დეციბალი იყო მგონი. პერიოდებს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ რაღაცა შეცვლიან რა, იმიტომ რომ ძალიან არასწორი მიდგომაა. ყველაზე არ ვამბობ, ზოგიც მართლა იკუთვნოდა რა, იმიტომ რომ აი აქ ცხოვრობ მე. თელავში ერთადერთი სწორი ადგილია ეს, მაგრამ ესე სწორი არ არის და ვისაც მანქანის მოსწრება უნდა, აი აქ უნდა მოასრულოს მანქანა და მეორე რუსთაველზე. სხვა ადგილი ფიზიკურად თელავში არ არის მოსასრულებელი. და ყველას უნდება აქ და ეხლა მეც შვილი მყავს, 6 წლის შვილი მყავს. და ღამე 4 საათზე რო ვიღაცამ თვალს სუდათ არ მინდა რომ თქვა, მაგრამ აუდგა და ზანოსი მოუნდა, აქ რო ზანოსობს და თან ბოლომდე გაყრილი იმით, ხო, მეც ავწუხდები და ყველა ვწუხდებით. რაღაც იყო გასაკეთებელი, მაგრამ ესე ბოროტად და ესე აგრესიულად რომ არავის არ გაითვალისწინო და უყურებდა 1000 ცხენის ზალიანი მანქანაა და უყურებდა მართლა დასაჯარიმებელია, რავი. ხო, საჯარიმოს რაც შეეხება, 400 მანქანიდან 260 საათი 328 იყო, რომელსაც ბაჩოკი და რეზონატორები არ ედგა და უკან ვითომ დასატკევი ედგა და აი იმათ ატყუებთ, ჩვენ ხო ვერ მოგვატყუებთ რა. მაგრამ ხო, ყველა მეწოდება, ყველა ცოდუა, რავი, 1000 ლარის ისე გადაყრამირჩევნია, ვიდრე 50 ლარი ჯარიმა დამიწერონ რა. ბოლო 4 წელში 1-20 ლარიანი ჯარიმა მაქვს პირადად მე დაწერილი და მიუხედავად იმისა, რომ ესეთი მანქანებით დავდივარ, მართლა ქალაქში და დასახლებულ პუნქტში ყველანაირად ავცდილობ, რომ არსად არაფერი არ გავაფუჭო და არსად არაფერი არ დავაშაო და გადაამოწმეთ, გინდა იმის ნომერი, გინდა იმის ნომერი. ბაზარი არ არის, ჩვენც ვაფუჭებთ. 300-იც მივლია და ბანზე ძალიან ხშირად ვნახავთ. ეხლა ვიღაც იტყვის რომ რუსთავში წადიო, მაგრამ რუსთავში რო 230 წახვიდე იქ ვეღარ გაჩერდები და 1000 ცხენის ზალიანი მანქანა 200-ის მერე მიდის კიდე. წავიდეთ ეხლა დავსხდეთ, სპირტი გვაქვს ასაღები. ბიჭებს უნდა ჩაუტანოთ, იმიტომ რომ 10-ში დრიფტია ზუგდიდში, მე ვერ მივდივარ, მაგრამ ბალეში კოპ ლაივებს უყურებ ხოლმე და მანქანებს ანასტროიკებენ და ჭირდება სპირტი ჩაუტანოთ ბიჭებს, ჩვენც დავითასთან მივიდეთ და ხო კიდე არ ვიცი რამდენად მოხერხდება, მაგრამ დავითთან მინდა რომ პატარა ჩელენჯი გამოვიწვიო რა. ტრიცეპს შეშტით, მაგრად დადის, ნახეთ ვიდეოები, თებზე რო იარა და სასწაულად ნურბურგრინგზე ისეთი დრო დაწერა, რომ არ ვიცი, GTS-ით რო ჩახვიდე, იმით ვერ დაწერ. დისიჩკი დაწერა, Mercedes ფანები ნუ გამიბრაზდებით, იმიტომ რომ M13 უდგას. ხო და X-ით გამოვიწვიოთ, აბა X-ით რუიანს თუ გადააბავს, ნახოთ, ჩვენ გადავაბით. მაგრამ ბევრი ვიწვალეთ, იმიტომ რომ წინახიც რო გათიშავ, მაინც მოჭიდებაშია. და ცოტა უჭირს რა, თან ტლანქია. წავედით ახლა, გავგაზოთ გზაში 1-2 სიტყვას გეტყვით. თუ რა მოვიფიქრე, ის აღმართი კიდე უნდა ავიაროთ და შევხედოთ და თვალი გადავალოთ. 15000-ზე 3000 იყო გვაკლია. და всё, დანარჩენი ახლა
დავითასთან პატარა კადრები ავიღოთ, ცოტა X-ი ვაწვალოთ ტრეკზე და კაი ვიდეო გამოვა რა. ეს ლაპარაკი და ეხლა საქმეს იქ ვნახავთ კიდე. მოკლედ, მეორე კომენტარი იყო, რომ M4-საც კი აღარ კითხულობდნენ რა. 340 სად არის? ლუკას ვირტები ვიდეოს და ხმაურობს. გადავიღებთ მაგ 340-ს, ოღონდ აი ტესტ დრაივს და ისი არა რა, აი როგორც ჩვენი 340 და როგორც დასრულებული პროექტი და რაც შევხედეთ მე და ალექსამ რა, M4-მა ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 36,000 ნახვა ქონდა თუ რაღაცა პირველ ვიდეოს და მეორესაც 30 ქონდა დაახლოებით. 340-საც ქონდა დაახლოებით 20-მდე ნახვა, 20,000-მდე. ხო და ესეთ პროექტებს ხალხი უყურებს და აინტერესებს რა. ხო და ვაპირებთ კიდე რამის ჩამოყვანას. მე ძალიან მინდა რომ 240 ჩამოვიყვანო პირადად. თან ცოტა ხანი ვიარო და მერე გავყიდო. და რა ვიცი თუ რამე კომპანია დაინტერესდება, გადამზიდი, მზად ვართ თანამშრომლობისთვის და ღია ვართ მოლაპარაკებისთვის და რა ვიცი ჩამოვიყვანოთ რამე კაი 240 ავარჩიოთ. ან 340, 440 დიდად არ მიყვარს. მოდიშით 440-ის ფლობელებო. მაგრამ მე-4 სერიის ფლობელებო, მაგრამ 440 როგორც ესე სოროკი მაგრამ რა კარჩი. B58 რა შეცადებს? სურო, სემსოდი იყოს, ეგეც მევასება რა, მიუხედავად იმისა, რომ მე-7 სერიას არასდროს არ ვიყიდი, იმიტომ რომ არა ვარ მაგ ტიპაჟის ადამიანი. ცოტა ეს ხულიგნური მანქანები მომწონს და. რა ჩამოვიყვანოთ რამე კაი გადავიღოთ, შევხედოთ და ნახოთ რა გამოვა, რა სავარჩევთ. ხო კიდე ჩვენც გადავიღეთ დიპალი მოდელი რა იყო? ხელოსთან რო ვიყავი მოკლედ რა ზუჯექი, მაგრამ ყველამ გადაიღო და ჩვენ აღარ დავდეთ. მაგრამ გვაქვს კადრები და გასართობად რილსში გავუშვებთ და დღეს ველაპარაკე ერთ-ერთ ავტომანქანის ფლობელს, რომელიც არის iMotors-ი. ხელოსთან რო გადავიღეთ ყვითელი აი მაგის GP ვერსია, რომელსაც აქვს 778 ცხენის ძალა და არის პირდაპირ X3-ის კონკურენტი. და მაგ მანქანას გადავიღებთ, ოღონდ არა როგორც ტესტ დრაივს და სტროშკებზე ძებნას არ დაუწყებთ, უბრალოდ როგორც გამოდგება თუ არა სად რა გავთ და ცოტა ესეთ უხეში მართისთვის რა. გავტესტავთ 0-ას, 100-200-ს. მე ესევე გავტესტავთ X3-ის 0-ას და 100-200-ს. აი ეგ მანქანა თელავში ყავს და ფიზიკურად თბილისში ვერ ვატარებ და რუსთავის ტრეკზე ვერ ვატარებ და ვერ ვტესტავ და ცალკე გავტესტავთ, იმიტომ რომ თელავში სამაგისო გზა არ აქვს, რომ ეს ორი ამხელად ცხენის ძალიან მანქანა დავაყენო და დრაგის აპლიკაციით იდეალურად გავზომა ორივე მანქანას მე თან ორივე სხოლი მე ვიქნები, რომ იქ მე რაღაც ისეთი არ იყოს, რომ იმანტარება არ იცოდა და ის და ეს ხშირად არის ხოლმე ეგ თემები და ჩემ იქსაც მე ვფიქრობ, რომ ჩემზე კარგად ვერავინ ვერ ატარებს და ეგ ყოველთვის მასეა თუ მანქანებში ცოტათია მაინც ერკვევი, შენ მანქანას ყველაზე კარგად შენ უნდა ატარებდე და შენ უნდა უყურებდე ტახომეტრს და შენ უნდა იცოდე სად უნდა შეცვალო ყველაზე კარგად. ხო და ესეთ პატარ-პატარა ტესტ დრაივებს შემოგთავაზებთ ხოლმე ხარისხზე და რაღაცეებზე არ ვილაპარაკებთ თუ რაღაცა დიპალს ქონდა მაგალითად ეს სარკე იცი როგორი შენ რო ამბობ ხო ძველ საბჭოთა კავშირში რო იყო ხოლმე რა ქვია იმენა კამოდი რა ისიც არა იმენა კამოდებს რო ქონდათ სარკე და გვერდზე გამოთლილი და ეგ კადრი ჩამისვი რა ეს სარკე რას მახსენებს იცით აი ალბათ ბავშვობაში გახსოვთ აი ყველას ოჯახში გექნებოდათ რაღაც სერვანდი თუ რა ერქვა რაღაც მოკლედ ისეთ გვერდებზე რო ტეხილები ქონდა აი გვერდებზე რო ტეხილები ქონდა ან ისეთი რაღაც ჭურჭელი რო ელაგა რომლითაც ანუ სტუმრებსაც რო არაჭმევდნენ საჭმელს რო არ ასმევდნენ ვაფშე და აი რაღაცნაირი აი მასეთი არის რა
მხოლოდ განსაკუთრებული დღეებისთვის რო იყო განკუთვნილი, მაგრამ ის დღეები რო არავის არ გინახავთ, აი ესეთი რაღაც შთაბეჭდილებას არ დადიკო. ხოცები და აქ ძალიან საყვარელი M1 და M2 ქონდა იმ მანქანასაც და უყურე ბიჭების ტესტ-დრაივებს და ეგ არც ერთს არ უხსენებია და რილსად ავაწყოთ და თავდოთ რა ცალკე. ეხლა უახლოვდებით იმ აღმართს, სადაც ამით დრიფტით უნდა ავიაროთ. და იმედია მალე 15,000 გამომწერზე თუ არა და მე თოვლში მოგვიწევს მაგ აღმართის ავლა. გასვევთ. აუზია ჩაგდებული. გამარჯობა, მე ვარ დავით ოცებიძე, თქვენ უყურებთ ქარტრაკის მორი ეპიზოდს, დღეს თქვენთან შევიდებით ტრიფტის ახალი ეპიზოდი და ჩვენი მოადელის უარი იქნება გუგლში. გამარჯობა. რა სიტყვია ვარ? ბიჭო, კაია, ესეთი მანქანით კაია, იმას ვეჯაჯგურები რა და. იდეაში აი M2-ის აიგია და პატარა როგორც ეკაი. მაგრამ მარჯვნივ რა ვიცი, კარგად მიზნებდა, აი მარცხნივ. არა, კაია. კამერაში როგორ ჩანს? შებერე. რუიანებზე ხო იძახდიო, სწავლა მინდაო და რაღაცა და რა გინდა კარგად გამოგდის. ხო, და ყველაზე მეტად იცის სწავლა მინდა. კონტრებზე რო ვიარო ტორმუზით რა, ანუ სულ ისეთი მანქანები მყავს, რომ მარტო power slides ვაკეთებ გაზგაყრილზე, ყველაზე დიდი ჯანი აქვს და რასაც ქვია, რომ სრიალი არ ვიცი, ძალით რა, მოწყვეტა 1 კონტრა, 2 კონტრა გასწორება და ის მინდა რა.
კარგად ჩავატარეთ დღევანდელი დღე, ჩემი თავი გამოვცადე. რაღაც სკილები აღმომაჩნდა, ვიარე კარგად. ადრე მქონდა ნავალი 190 მყავდა 5 და 5. მომეწონა, დაჟე დამაფიქრა კიდეც რამე ხაფანგის ყირვაზე უბრალოდ აი სამოყვარულოდ გართობაზე, პროფესიონალურ დონეზე არც ფინანსები გვაქვს და რავი, არც მაგდენი ცოდნა არა მაქვს და ძალიან დიდი დრო დამჭირდება, მაგრამ გართობის დონეზე რავი, იდეალურია და ძალიან მაგარი გასართობია რა. X-იც გავტესტეთ. ნუ რომ მეგონა რომ კი დადიოდა, მაგრამ კარგად ვერ დადიოდა, ჩემში იყო პრობლემა. აი, ნუ სულამ როგორია რა დავითავ, თქვენც ნახავთ და ძალიან მაგრადია რა და რომ მეგონა რომ უკვე ყირავდებოდა გარე კადრებს რო უყურეთ, ძალიან მაგრად იდგა. всё, კარგად ჩავატარეთ დღევანდელი დღე, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დავითას არხიც. ჩვენი სპონსორები არიან პორტალი, რაც გადავავსე ახლა ბაკი და სავალთელოში და ასევე გეზმოტორსი და ლიქვიმოლი. ამით კი გემშვიდობებით, მადლობთ ნახვამდის შემდეგ ვიდეომდე.